20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, რამ გამოიწვია თამაზ მეჭიაურის გაღიზიანება და რატომ დაუპირისპირდა ის რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ LGBT აქტივისტებს. Როგორია მისი პოლიტიკური გეგმები, აპირებს თუ არა ახალი პარტიის შექმნას და რომელ პოლიტიკურ ძალასთან გეგმავს თანამშრომლობა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო თამაზ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო თამაზ, დღეს LGBT თემის მისამართი თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები უფლებადამცველების მხრიდან კიდევ ერთხელ შეფასდა როგორც ჰომოფობიური. საინტერესოა რატომ დაუპირისპირდით რესპუბლიკის მოედანზე მყოფ ადამიანებს. რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება? მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. იგულოთ ყველას დღევანდელ დღეს, ოჯახის დღეს, ოჯახის დაცვის დღეს. დიახ. რაც შეეხება მე იქ მოხდი ფაქტიურად შემთხვევით, იმ წუთში გამომდინარე იქიდან რომ უნდა შევხედროდი ერთ პიროვნებას, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ღონისძიებაზე, ხედულობაში მაქვს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და ამ დროს საიდანღაც გამოჩნდა, ჯერ მოვიდა რუსთავიორის ტელეფონზე ვრეკავდი, რომ იქ გამოსულიყო ის პიროვნება. გამოჩნდა რუსთავიორის ჟურნალისტი და ოპერატორი. და ყოველს რომ შეკითხვა უნდათ მე უთხარია თუ შეიძლება ერთ თუთი მასალეთ რომ დავილაპარაკებ და მე ამ დროს მას ახლდა მეორე პიროვნება რომელსაც მობილური ეკავა და ამან დაიწყო კიდე შეკითხვები ამთან მობილურს მიშვერდა მე უთხარი შეიძლება დამაცედე ცოტა ხანი რაღაც და მე დავილაპარაკები არ მოისვენა რა კიდევ გინდა თუ არა ეს ამასთან რა ჟურნალისტის აქტიურობამ გამოიწვია თქვენი აი ჟურნალისტი არ პიროვნება იყო ვიღაც რომელსაც ეჭირა მობილური და თუ ყველა ვისაც მობილური უჭერია და შემოგეჭრება მანქანაში ან ოჯახში და დაკითხვას დაიწყებს ეს თუ ჟურნალისტია მე არ ვიცი გასაგებია დღეს სახალხო დამცველთან დაკავშირებით და მის განცხადებასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა ნანუაშვილის აღმაშფოთებელია ჰომოფობიური განწყობა რომელიც მისი ჭარბად არის საზოგადოებაში და რომელიც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას საფრთხეს უქმნის. მე მინდა ციტატა წავიკითხო მისი განცხადებიდან. მაშინ როცა სხვადასხვა ჯგუფების მიერ დაგეგმილია არაერთი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ ადგილებში სამწუხარო რომ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა. ასეთია მისი პოზიცია. თქვენ ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს წარმოადგენდა ბუნებრივია საინტერესოა იზიარებთ თუ არა სახალხო დამცველის ამოსაზრებას. რა თქმა უნდა არ ვიზიარებ და მე მინდა თვითკრიტიკულად ჩემ თავსაც ვადანაშაულებ ამაში, რომ ის თავის დროზე ავირჩიეთ, როდესაც გაცლებთ ღირსეული კანდიდატურა იყო ამ თანამდებობაზე, კერძოდ ბატონი დიმიტრი ლორდ-კიფანიძე. რატომღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო მაშინ ქართულმა ოცნებამ, რესპუბლიკელების ზეწოლით ზუსტად და მაშინ არჩეული იქნა ეს პიროვნება და სამწუხაროდ ალბათ მეც არ მეყო ის რომ პროტესტი მაინც გამომეთხარდა. ყოველ შემთხვევაში არ ვიცნობდი იმ დონემდე თუ ეს ასეთ ქმედებებს ეკნებოდა მისგან ადგილი. როგორ ქმედებს? როგორც ნუნაც ახლა აი ამ განცხადებაში ჩანს რა რომ ესე იგი რაღაც ჯგუფებად განიხილავს რაღაც რამდენიმე ჰომოსექსუალს და საპატრიარქოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებას ჯგუფების ღონისძიებებად განიხილავს თანაბარ სიმტყეზე ყავს განხილული. საერთოდ არაფერს ამბობს იმაზე, რომ საპატრიარქოს შენობა დააზიანეს, შეურაცხეს, შეღებეს ის შეურაცხყოფა თავისთავად და არა მარტო საპატრიარქოს შეურაცხყოფა, ეს თითოეული მართლმადიდებლის შეურაცხყოფაა ეს და ამაზე საერთოდ არ აკეთებს არავითარ პროტესტსაც კი არ აცხადებს ამას და იცავს ახლა იმ პიროვნებას. განცხადება ამასთან დაკავშირებით გააკეთა უჩა ნანუაშვილმა, თუმცა მე მაინტერესებს დღეს იყო თუ არა დაცული განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება. ვინ უშლიდა ერთი რაღაცა უნდა გამოეხატა, თუ ქონდათ ის რაღაცა მიდრეკილება, წასულიყვნენ და ეზეიმად, სადაც ქონდათ საზეიმოდ ახლა ის აღენიშნათ ის თავისი გმირული წარსულიც აწყოს და მომავალიც არავინ არ უშლიდა, მივეცით ჩვენ მათ კანონმდებლობით სრული უფლება დაცული არიან, არავინ არ უვარდებათ არც მანქანებში, არც ოჯახებში. როგორ ისინი აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე და ახლა ჩვენ ვივარდებიან მანქანაში. მე არ მაქვს უფლება ახლა ველაპარაკო ვიღაცა ჩემ საქმეზე და ვიღაცა ბოდიში და ლაწირაკი მიძვრება მანქანაში და მაიძულებს კიდევ თუ არა მის შეკითხვებს უპასუხო. მე ასეთი ვალდებულება არ მაქვს არც როგორც დეპუტატს, არც როგორც მოქალაქეს, რაც შეეხება ჟურნალისტებს ვერ დამისახელებთ ვერცერთ ჟურნალისტს, რომელსაც
მე უარს ვეუბნებიან ინტერვიუზე და უშინ ეს კი არა ნახევარი საათი იქ ველოდე დიღმის მასის მაიკოვსკის ძეგლთან მივდიოდი მეგობრებთან შიერი და რომ დამირეკე სხვა ჟოვის რუსთავი ორი იყო და მთხოვეს გავჩერდი და დაველოდე რომ დილის კურიერისთვის სიუჟეტი გაეკეთებიათ. ეხლა და ამას ყველა დაადასტურებს, მაგრამ ეხლა ყველაფერს აქვს თავის საზღვარი ეხლა და აქ ჟურნალისტიკა და შეურაცხყოფა სარწმუნოების ტრადიციების ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ და სხვა შორის ბატონ სახალხო დამცველსაც მინდა მოუწოდო რომ ნუ იქნება მხოლოდ ერთი ჯგუფის რომელიღაც გაურკვეველი ორიენტაციის ან გაურკვეველი ორიენტაციის უფლებების დამცველად მხოლოდ და მხოლოდ მას ქვია სახალხო დამცველი რომელმაც უპირველესად უნდა დაიცვას ქვეყნის სიძლიერე და ქვეყნის სიძლიერე დგას მთელი ფასეულობებზე რომელთა შეურაცხყოფა არის საერთოდ ქვეყნის შეურაცხყოფა და მისი ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა გასაგებია თქვენ მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნაწილი მაინტერესებს კიდევ ერთი თემა რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ გეგმებს თქვენ განაცხადეთ რომ ქართული ოცნების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თითქმის გაქვთ მიღებული თუმცა თქვით რომ ყველა პროცედურა არ ქონდა დასრულებული არ დაგისრულებიათ ასეთი იყო თქვენი განცხადება საინტერესოა რა პროცედურებს გადიხართ და ზოგადად გეგმავთ თუ არა ქართული ოცნების დატოვებას რაც შეეხება პროცედურებს, ჩემთვის მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომლებიც რაღაცაზე გაბრაზდებიან, გამოიჯახებინებენ კარს და მე მიატოვებენ თავის თანამებრძოლებს და მე ტელევიზიებიდან ლანძღავენ, წაიღებენ იმ პრივილეგიებს თუ რამე მოუტანეს თან და მე პარალელურად იქცევიან მოკლედ რო ვთქვა უმადურების მომხრე არ ვარ რა რო ვთქვა ამ სიტუაციაში და მე ძალიან კარგად მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ მე ადრეც არაერთხელ ყოფილი ვარ პარლამენტში, ამ მოწვევაზე მე ალბათ ვერ ვიქნებოდი პარლამენტის წევრი, გამომდინარე იქიდან, რომ იმ შემთხვევაშიც კი მე თუ ხმებს მივიღებდი დაუშვათ მაჟორიტარულად, გამიჭირდებოდა ამ ხმების დაცვა, რო არა ბიზნა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. და ეხლა არა მხოლოდ მე, ფაქტიურად მე მგონია, რომ მთელი გუნდი მასთან ვალშია. გამომდინარე აქედან იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენი გზები რაღაცა შეხედულებები გაიყოფა და მოგვიწევს სხვადასხვა მიმართულებით წასვლა ამ შემთხვევაშიც კი მე თავს ვალდებულად ვთვლი მასთან ყველაფერი გავარკვიო ადამიანურად დავრჩეთ ისევ მეგობრებად და იმ ქვეყნისთვის ორივე ისე როგორც რომელს როგორც ჯერა ისე გავაგზავნოთ მსახურება გეგმავთ ქართული ოცნების დატოვებას ალბათ კი პირდაპირ გეტყვით მაგრამ მე ეს პროცედურებში გულისხმობ იმას რომ არ მინდა რომ ვინმე ეს გაიგოს დაუშვათ გასმედის საშუალებით აქედან გამომდინარე ბატონ მიძინასთან მქონდა მე უკვე ორჯერ შეხვედრა სწორედ ეს მაინტერესებს თქვენ უკვე უშინაც მქონდა შეხვედრა და ყრილობის წინაც მქონდა შეხვედრა 1 საათით ადრე ზუსტად და რაც შეეხება ბატონ პრემიერს მასთან არ ქონია ჯერ შეხვედრა ახლა ქვეყანაში არ იმყოფება და რომ ჩაბოა მასაც შევხვდებით და ნუ აქ მარტო ეს არ არის ამისი წასვლა დარჩენის საკითხის განხილვა. აქ არის წასვლის შემთხვევაშიც კი რას ვაკეთებთ მომავალში დაუშვათ იგივე უმრავლესობა ფაქტობრივად დაიშალა. და აქედან გამომდინარე არის მთელი რიგი საკითხები მისაღები და უნდა ამ საკითხებსაც დაველაპარაკო და იცოდნენ რომ მე მიუხედავად იმისა რომ ნუ საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით ჩემი განსხვავებული მოსაზრებები მაქვს ჩემი ბევრ საკითხში წახვედრაშია ჩემი აზრები მათთან და მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ მათ დარჩენილ პერიოდში. ანუ ქართული ოცნებიდან თქვენ გასვლის შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ მიდიხართ ოპოზიციაში? არა, როგორ არა, ამ შემთხვევაში, ამ ნაწილში, რაც იქნება მისაღები კანონები პარლამენტში, უმეტეს ნაწილს ალბათ ხარს დაუჭერ თუ რა არ იქნება დაუშვათ შეხებაში იმ საკითხებთან, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, დაუშვათ იგივე ნატოსთან მიმართება, ჩრდილოეთთან მიმართება და ასე შემდეგ. ნუ ძირითადად კონკრეტულად რა ჩემ კომიტეტს ეხება და მასთან ახლოს ყოფ საკითხებში მე არ მაქვს სხვადასხვაობა და აქედან გამომდინარე თუ სურვილი ექნებათ რომ გავაგზელო აქ საქმიანობა და თუ იმ შემთხვევაში თუ არ დავრჩი ამ თავმჯდომარის ადგილზე არც ესაა პრობლემა ნამდვილად არ მაქვს ამ ნაწილში მათ ექნებათ ხარდაჭერის იმედი ჩემი ხოლო რაც შეეხება უკვე მომდენო ციკლს უკვე საარჩევნო ციკლს აქ უკვე მე მივიღებ თვითონ გადაწყვეტილებას თვითონ ბატონმა პრემიერმა ბრძანა რომ მან გააკეთა თავისი სადემარკაციო ხაზი მათ ბრძანა რომ ვისაც ეჭვი ეპარება
ну ევროატლანტიკურ არჩევანში ისო ჩვენ გუნდში ვერ მოხდება თუ სიაში მე ვაკეთებ იმას რომ მე არათუ ეჭვი მეპარება დარწმუნებული ვარ რომ ნატოში ჩვენ ვერ გავწერიანდებით აქედან გამომდინარე მე იქით ხარეს ვერ მოხდები მე თვითონაც არაფრის სანაცვლოდ ვერ შევიცვლი აზრს ვერც ის სანაცვლოდ ვერც მაჟორიტარობის და ასე შემდეგ ამიტომაც მე ვარ აქეთ ხარეს რომელსაც გაწევრიანდებით არის ერთი მეორე საკითხი არის ის ვთქვათ საგარეო მიმართულებით რა კურსი აქვს აღებული ქვეყანას არჩეული ქვეყანას როგორ აირჩია ქვეყანა მოდი აქედან დავიწყო აირჩიეს ქვეყნის ლიდერებმა ეს კურსი კურსი იჩევს არა ქვეყნის ლიდერები არამედ კურსი იჩევს ხალხი ხალხსაც იგივე აქვს არჩეული ხალხმა ჩაატარა რეფერენდუმი უпростоრად ჩვენ ჩავატარეთ პლებიციტი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოგეხსენებათ მეორედ გაყალბებული არჩევნებით რომ სააკაშვილი დარჩა პრეზიდენტად თუ გახსოვს ზუსტად იმ არჩევნებთან ერთად ჩატარდა ეს პლებიციტი როგორც ჩატარდა ეს არჩევნები გასაგებია და დავანებოთ თავი რომ ეს გაყალბებული პლებიციტი იყო დაუშვათ მართალი იყო გადაწყვიტა მაშინ ჩვენმა მოსახლეობამ რომ ის აპირებს თანახმა გაწევრიანდეს ქვეყანა ნატოში ეს პლებიციტის შედეგები იყო საფუძველი მაშინდელი ხელისუფლებისთვის რო აირჩია ევროატლანტიკური კურსი. 2008 წელზე საუბრობთ ბატონო თამას რეგიონებით ბოლო მონაცემებს, ანუ ბოლო კვლევების შედეგებს. არა კვლევებზე არ არის საქმე. პლებიციტზე საუბრობთ. ხო, მაგრამ აი იმის საფუძველზე გადაწყვიტა ხელისუფლებამ რომ ჩვენ გვინდა ეხება ნაციონალური მოძრაობის მეგობრებთ ქართული ოცნების გააგრძელეს ასევე, მაგრამ ამის შემდეგ მოცემულობა შეიცვალა. ჯერ ერთი, იმის შემდეგ ომი იყო იგივე რუსეთთან 2008 წელს. კი, ამ პლებიციტის შემდეგ, სადაც დაიკარგა უკვე შემდეგ ტერიტორიები კიდევ, ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ იმ ომში იმ ფონზე, როცა ჩვენ მონაწილეობდით თერიქ სამშვიდობო ოპერაციებზე, ჩვენი ჯარისკაცებით, სადაც უამრავი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა, ვერ ვნახეთ ადეკვატური ხარდაჭერა მათი მხრიდანაც, როცა ჩვენი ჯარისკაცები ამ ომის დროს ავღანეთში იმყოფებოდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა. არა, პრეზიდენტის ჩამოსვლა და ეხლა საქართველოში და მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ხარდაჭერა რო არ არის ხოლო და იზეიმი, მე ვიძახი რეალური ხარდაჭერა რაში გამოიხატა? პამპერსებში და წყალში. და თუ ვინმე ეტყვის რომ იქ კრედიტებიც მოგცესო, კი ბატონო მოგცეს, რომლის ნახევარი ისე უკან გაიტანეს იგივე სააკაშვილმა და მაგისმა ბანდამ. და ფულით დღესაც ფიქრობენ და ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. და ის ხალხი, რომლებმაც ეს თავის დროზე ცოტა ესენის წააქეზა იმისათვის, რომ წამოგებულიყვნენ რუსეთის პროვოკაციაზე და თუნდაც იქ ვინც ამ ყველაფერში ხელს უწყობდა და აკეზებდა, დღეს ისინი ლობირებენ ისევ ამ ხალხს, რომ იქ პლაცდარმი შეუქმნა სხვა ქვეყანაში და იქიდან ისევ აქ შემოიყვანონ იმ ფულით, რომელიც აქედან გაიტანეს და ვალაც ვაწევს დღესაც ჩვენს ქვეყანას. და აი ამ მოცემულობების შემდეგ კიდევ ვიმეორებ, როცა დაემატა ამას 2014 წელს ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, იმავე წელს განაცხადა ბატონმა ობამამ. იმის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გერმანიის და სხვადასხვა ქვეყნების. ასევე ბოლო აგერ სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკის ელჩმა ნატოში განაცხადა რომ უახლოეს ხანში ან თქვენ ფიქრობთ რომ საქართველოს უახლოეს ხანში ნატოში წევრი ვერ გახდება? იცახია, მე კი არ ფიქრობ, ისინი ამბობენ და როცა ისინი ამბობენ რომ არ შევა ეს და ამ დროს ჩვენ კიდევ უმტკიცებთ ხალხს რომ გინდა თუ არა ჩვენ მალე მიგვიღებენ, მე ვიძახი რომ ეს არის ტყუილი. იგივე აგერ ყველაზე მეტად აი ამ ბოლო მომენტში ბოდიში და კიდე აი ჯარის შემოყვანა, ჯარის კი არა, რაღაც ტანკების და წვრთნელმა კიდე უფრო ქართულ-ამერიკული წვრთნები, ქართულ-ამერიკული ბრიტანული წვრთნები. გასაგებია თქვენი პოზიცია, ასევე ვიცით ცხადად გაცხადებულად საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლების და ლიდერების პოზიცია საგარეო კურსთან მიმართებაში. მაინტერესებს კიდევ ერთი საკითხი, ქართული ოცნების დატოვება, არ დატოვების საკითხს რომ დაუბრუნდეთ. ბატონ თამას, ოცნების დატოვების შემდეგ საინტერესოა შექმნით თუ არა პარტიას, ანუ ფიქრობთ თუ არა ამაზე? ნუ ეხლა თუ ეს რა თქმა უნდა ასე მოხდა. და როგორც თქვენ აცხადებთ, სავარაუდოდ ასე იქნება. ალბათ მექნება კიდევ კონსულტაციები, არის მიმდინარეობს ფაქტიურად კონსულტაციები სარგაო პირებთან, ასევე შიგნითაც ჩვენს გუნდშიც ზოგიერთ წევრთან და არ გამოურიცხავ, რომ ასეთი პოლიტიკური ძალა შეიქმნას, რომელიც იქნება ძირითადად დამყარებული
რომელიც იქნება დამოუკიდებელი როგორც დასავლეთიდან, ისე ჩრდილოეთიდან და ეს ნებისმიერი გარე გავლენისგან, რომელიც იქნება დამყარებული უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესზე, ჩემთვის პირადად არის ჩემი ქვეყნის ინტერესი უპირველესი, დანარჩენი ყველაფერი არის საშუალება ამ მიზნის მიღწევისათვის და მიზანი არის რა, ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი დაცვა, შენარჩუნება იმ ტრადიციების, სარწმუნოების და ასე შემდეგ. და რაც ვისთან ურთიერთობაც, რომელ კონკრეტულ საკითხში, რომელ ქვეყანასთან ურთიერთობა, თანამშრომლობა სარგებელს მოიტანს ამ მიზნის მისაღწევად, ჩემთვის მისაღებია და არ არის ბოდიში ტაბუდადებული, რომ მარტო შეიძლება მხოლოდ ამერიკასთან ურთიერთობა, ან ზოგიერთებს აქვს მხოლოდ რუსეთთან. რომელიც იქნება მისაღები და სასარგებლო. თანამოაზრეება თქვენ თავად ვის მოიაზრებთ? ან ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები? პარტიის შექმნის შემთხვევაში ანუ ვინ იქნება თქვენთან ერთად? ანუ ეხლა მოდი პიროვნებებზე რა დავასახელებ? არა, მაინც დაახლოებით პიროვნება ან არსებობს, ან არ არსებობს და დაახლოებით პიროვნებები არ არის. ნუ ეხლა შეიძლება უფრო აი ჯგუფები, რომელთანაც ან უკვე არსებული პოლიტიკური ძალები, ვისთანაც შეიძლება მე უფრო თანამშრომლობა, შემიძლია გითხრათ მაგალითად. ისმენთ. აი რომლებიც უფრო აი ძირითადად ამ ორიენტირ ვინ არის ასეთი? ნუ მაგალითად იგივე თოფაძე, მაგალითად, იგივე ინაშვილი, იგივე ბურჯანაძე, ნუ რაღაცა ნაწილში. ანუ კონსულტაციები მიმდინარეობს თუ ეს თქვენი მოსაზრება? ნუ რაღაცა ესე ვთქვათ, მოთევლის დონეზე შეიძლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ არსებობს ეს ჩვენ მხარე და მოთევლის დონეზე მიმდინარეობს საუბარი. არა, ხო, ნუ ეხლა ნუ არა, ასე არა, ნუ დაახლოებით მაინც ამას ველოდებით, ყველა ეს ყველაფერი დამთავრდეს, იმიტომ რომ არ არსებულით კონსულტაციები მე მგონი სერიოზული არ იქნება. ნუ დაახლოებით მე ვიცი რომ აი უფრო შედარებით ამ ორიენტირზე ვინც არიან უფრო რომელი პარტიებიც არიან დაახლოებით მათთან შესაძლებელია აქ უნდა ჩამოგართვათ ბატონო თამაზ როდესაც აი ეს კონსულტაციები დასრულდება და კონკრეტული გადაწყვეტილება გექნებათ მიღებული მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ექსკლუზიურად 2030-ისთვის გახდება ეს ინფორმაცია პირველ რიგში თვის ბოლომდის კარგით, მაშინ გემშვიდობებით თვის ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო 2030-ის შეკითხვებს თამაზ მეჭაური პასუხობდა ახლა რეკლამის შემდეგ უკვე ზვიად ხელიძის საავტორო რეპორტაჟი.